21 საუკუნის კაცობრიობის განვითარებამ დიდი პრობლემები შეუქმნა საზოგადოებას. 21 საუკუნე. მოწინავე ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად კაცობრიობა ახალი პრობლემების წინაშე დადგა. დაბინძურებული გარემო, გენმოდიფიცირებული საკვები, სტრესული სიტუაციები, ახალგაზრდობა დიდ დროს კომპიუტერთან ატარებს, გაიზარდა თამბაქოს, ალკოჰოლისა და ნარკოტიკული საშუალებების მომხმარებელთა რიცხვი. გავრცელდა ისეთი საშიში დაავადებები, როგორიცაა შიდსი და C ჰეპატიტი. საზოგადოებისათვის უმნიშვნელოვანეს ამოცანად გადაიქცა ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება. პარკში ბავშვების რიამული ხმა იცის. მოდით ნახოთ, რატომ მოსწონთ ბავშვებს პარკში სიარული. რატომ მოგვიყვარს პარკში სიარული? იმიტომ რომ ძალიან სასიამოვნოა პარკში სიარული და ამავე დროს ხელს უწყობს ჯანმრთელობას. მადლობთ. რატომ მოგვიყვარს პარკში სიარული? იმიტომ რომ ჯანმრთელობისთვის კარგია და ჯანსაღი ცხოვრების წესიც არის. რატომ მოგვიყვარს? იმიტომ რომ ჯანსაღ ცხოვრებას უწყობს ხელს და ასევე სასიამოვნოა დიდი პარკში სეირნობა. მოდით გავიგოთ, როგორ ესმის ცხოვრების ჯანსაღი წესის არსი ჩვენი სკოლის მოსწავლეებს. რა არის ცხოვრების ჯანსაღი წესი? ეს არის სწორი და დაბალანსებული კვება, 7-8 საათი ძილი და მუდმივი ვარჯიში. ის რაც ადამიანებს გვეხმარება ვიყოთ ჯანმრთელები. ჯანსაღი ცხოვრების წესი არის არა ალკოჰოლს, არა სიგარეტს, არა ნარკოტიკს. ჩემი ჯანსაღი ცხოვრების წესი ეს არის პირველში სწორი კვების რაციონი, ვარჯიში და კარგი ფიზიკური მდგომარეობა. ჩემი აზრით ჯანსაღი ცხოვრების წესი არის ვარჯიში, სულების რაციონი, თუ ამ ყველაფერს დავიცავთ, ჩვენ ვიქნებით ჯანმრთელი ვარჯიში, ასევე ახალგაზრდების სიცოცხლის და ეს ყველაფერი ძალიან კარგია. რა კეთდება ჩვენ სკოლაში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრების კუთხით და რის გაკეთება შეიძლება? ჩაქვის პირველ საჯარო სკოლის დირექციის პრიორიტეტია სკოლაში დამკვიდრდეს ჯანსაღი ცხოვრების წესით მრავალი სექციები წრეების სახით. დღესდღეობით სკოლაში არსებობს სპორტული სექციები კარატეს სახით, ქორეოგრაფიული კუთხით ანსამბლია, რომელიც ჩართულია აქტიურად სხვადასხვა ღონისძიებებში და ფესტივალებში. ასევე მემორანდუმი გვაქვს გაფორმებული მტირალას ნაკრძალის ადმინისტრაციასთან, სადაც ჩვენი მოსწავლეები მე-7 კლასიდან მე-12 კლასის ჩათვლით ახორციელებენ ლაშქრობებს სხვადასხვა ადგილებში და იმ ადგილებში, სადაც თვითონ მტირალას ნაკრძალის ადმინისტრაციას აქვს დაშვებული აღნიშნული ლაშქრობები და ჩვენი მოსწავლეები აქტიურად არიან ამ პროგრამაში ჩართული. ბევრჯერ ახალისებულად ადმინისტრაციის მხრიდან და ბავშვების მოტივაციაც არის ამაღლებული და არიან აქტიურად ჩართული. არის ასევე სპორტული გაკვეთილების სხვადასხვა სახის შეჯიბრებები, სადაც მოსწავლეები აქტიურად ღებულობენ მონაწილეობას ოლიმპიადებზე, რაიონულ ჩემპიონატში და ასევე აჭარისა თუ საქართველოს მასშტაბით. ჩვენ სკოლაში ნამდვილად მოქმედებს რეინჯერთა კლუბი, რომელიც მტირალას პარკმა დააარსა. ეს კლუბი ემსახურება ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის განვითარებას. ამ კუთხით ძალიან ბევრი ღონისძიება ჩატარებულა. ერთ-ერთი იყო თვით ჩვენი სკოლის ბავშვები, ჩაქვის ნომერ 1 საჯარო სკოლის ბავშვები, ვიყავით მტირალას ეროვნულ პარკზე, სადაც გქონდა 2 დღიანი ლაშქრობა. როლი უჭირავს სპორტს ისეთ მავნე-ჩვევების პრევენციაში, როგორიცაა თამბაქოს მოწევა და ნარკომანია. სპორტს დიდი როლი აქვს მავნე-ჩვევების გადაჭრილისთვის, სიგარეტის მოწევისათვის, უბრალოდ არც ალია სპორტსმენებს იმისთვის, რომ იფიქრონ სიგარეტის მოწევაზე, იმდენ შრომას გადიან აქ და ფიზიკურად იხარჯებიან, რომ არ აქვს იმის დრო, სიგარეტი და აქეთ მავნე-ჩვევები, ნარკომანია ან სხვა რამეზე იფიქრონ. აქვს თუ არა თქვენ სკოლას წარმატება? ჩვენ სკოლას აქვს დიდი წარმატებები, დიდი ისტორია. მოდით ვიყავით საქართველოს ჩემპიონები გუნდურად, ყოველთვის ყავდა გუნდი იყო იბრძოდა და იბრძვის დღესაც საქართველოს ჩემპიონატზე სამეორისთვის, ჩემპიონატისთვის და ყავს უდიდესი ჩემპიონი და პრიზიორი ირაკლი თურმანიძე, რომელიც ყველასთვის მისაბაძი ადამიანია. რა არის სპორტის ცხოვრებაში? ძალიან კარგი ადგილი აქვს საქართველოს ჩემპიონი გავხდი, ასევე ვაპირებ მომავალში მსოფლიო ჩემპიონი. ჩვენ სკოლაში არსებობს შიტორიუს კარატე დოს ფედერაცია, სადაც ყავს აჭარისა და საქართველოს ჩემპიონატები. პრესიდენტ გორჯალაძე, სალომე ქათამაძე და რუსლან გორჯალაძე. გენაცვალე. ვიდრ რიბერი.
ეს ბავშვები მოუწნელადელია გაკვეთილების დასრულებას. კომპიუტერებთან მიიჩხარიან არამედ სტადიონზე საყვარელი ფეხბურთის სათამაშოდ. სპორტი ჩემთვის ნამდვილი ცხოვრება არის და მის გარეშე ჩემი აზრით ცხოვრება კარგი არასდროს არ იქნება. სპორტი ჩემი სიცოცხლის ჯანსაღი ცხოვრების ნაწილია. მის გარეშე ცხოვრება თითქმის წარმოუდგენელია. მისდე ცხოვრების ჯანსაღ წესს. ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება არის ერის, არა მარტო ფიზიკური, არამედ სულიერი განსახების გზაზე გადადგმული ნაბიჯი და მისი განხორციელება შესაძლებელია მხოლოდ საერთო ძალისხმევით. დასვენების ოპტიმალური რეჟიმი, სწორი კვება, მოქმედებითი აქტივობა, პირადი ჰიგიენა, სხეულის გაკაჟება, მავნე ჩვევებზე უარის თქმა, ადამიანების სიყვარული და ცხოვრების პოზიტიური აღქმა.